გამარჯობათ, მოგესალმებით ჩემს ერთმანა ოთახიდან. მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს ეს, აქ სხვანაირად ვერ გაკაჩო. ეხლა დავიწყეთ ამის გაკეთება მთელი დღის მანძილზე რაღაც შუა დღემდე. დილთადრე აბექჩოვლები, მაგრამ ძალიან ცხელოდა და რავი 2 საათი გაუნძრევლად ვიყავი დაბლა ეზოში. რო ვაჭამე ყველაფერს მე რა. მე რადგან გუსავრად 3-ისკე დავიჯინეთ წუხელი და იუბილეზე ვიყავი. აქ ნახეთ რა ხდება, ეხლა ისინი დაგვაკლდა ისინი დაახლოებით 30 წელი და წავიდა და შემოსატანად აქ ჩვენთან სოფელში იყიდება მსგავს სამშენებლო რაღაცები. ნუ ეხლა ბაზრობასთან შედარებით ცოტა ძვირი ის ხა ეგეც უნდა იყოს წესი, რაღაცა აკეთებს, ეხლა ბაზრობის ფასად არავინ არ მოხსებს ადგილს. მაგრამ ეხლა თითოეულ რაღაცა რო გჭირდება, აუშვა. შესაძლოა კომპიუტერი ჩართულთან და დაიმტვერა. ეგ წუთი ხედავდა ნახეთ. ბარგალკა ამით დავჭერით, ეს სქელი ისინი იყო და ამით დავჭერით. ამით დავარეგულირეთ ზომები. ხო და ეხლა გამოიყურება ესე. ეხლა ეს საკიდები უნდა მაღლა მიაკრას კედელზე. ესე და მე აი ამ ნახურეტებით ესენი დავაფიქსიროთ ისევ ამ რა ქვია მას ლაზერი რობოტის დახმარებით, რომ ესენი იყოს სწორი, სრული სწორი, რომ უკვე გაკვრა შეიძლებოდეს. დღეს მე ისე ლაითად ღავნა მივეხმარო რა, ანუ მივაწყოდო და რაღაცა იგეთები. იმიტომ რომ ძირითადად რა ჩემი გასაკეთებელი იყო ამ წუთებში და ამჟამად გავაკეთე. მე ფიზიკურად ვერ გავაკეთებ მე. მერეკეთი. ჯერ პირველ რიგში ამ ვიდეოს სხვა ვიდეოში განვავრცობ ცოტა ლამაზი იმით ხედით და ეს კადო კინო. ლასკეპა ხოლმე არ გავიდეს მტვერი. ჯერ პირველ რიგში ის რომ 10,000-ნი ვართ უკვე და მადლობა ამ ყველაფრისთვის. ძალიან დიდი მადლობა. ამის ვიდეოს თუ როგორ მოველთ 10,000-მდე და რა გამოიარა ხმა, აუცილებლად ჩავწერ. ოღონდ რომ დაწყნარებულ გარემოში ვიზუალურად ცოტა ისეთ ეხლა უბრალოდ დრო მაქვს ანაბლა შემოვა რომ ესენის დრო მომეცა რომ ვიდეო ჩავწერო და გაგისაუბროთ ცოტათი და მინდა რომ გითხრათ რომ ამის ვიდეო ცალკე იქნება. რომ არხის განვლილი გზა მოვყვეთ. მადლობა ამ ყველაფრისთვის. ესე იგი, ერთი დღე, როდესაც ავიდა 9,998-მდე, 2 კაცი ეკლდა გამოწერას, ერთი დღე ჩასაფრებული ვიყავი, რომ 9,999 დამისკრინა და ამის 4 ცხრიანი სკრინი მქონოდა და გვიანობამდე გუში წინ ღამე. გვიანობამდე ვამოწმეთ მე და ნინომ და იყო ისე რვიანი. და დილით როგორც კი დილით არა გუში როგორც კი უნდა წავსულიყავი იუბილეზე, შევედი იყო 8. ისე. და მე ეს ვიდეოს რო ვიღებდი, გაიზარდა ჩემთან ერთად მეთი, ხო იცი? მაგ ვიდეოს ატვირთვი და სულ შემთხვევით შევედი და უკვე ანუ 2 კაცი უცბად დამემატა, რომ ისა 9 ცხრიანი ვეღარ გადავიღე ის 4 ცხრიანი და აუ რა ვქნა მეთქი და გამახსენდა უცბად ნინოს უთხარი სასწრაფოდ მეთქი ხა შენი გამოწერა გააუქმე მეთქი და ნინოს გამოწერა გავაუქმეთ და ერთი ჩამოვაკელე არს და დავსკრინე ეს ჩემი ცხრიანები. მე რა თქმა უნდა ისე გამოწერეთ და სკრინის გამომჭირდებოდა, სურათი გქონდა, არ ვიცი რა ცხრიანი ციფრი ძალიან მიყვარს. ძალიან მიყვარს კიდე 7-იანი ციფრი. და რაღაცა სიმბოლურად 4 ცხრიანი მინდოდა დამიფიქსირებინა უკვე რამდენი თვე არის.
ხო და ასე დავაფიქსირო, თორე ისე გამეპარა. და მადლობა ხალხო ამ ყველაფრისთვის, მადლობა ჩემთან ერთად ყოფნისთვის. ძალიან ბევრი ხართ ისინი, ვინც სუმი კომენტარებთ, ძალიან ბევრი ხართ ისინი, ვინც აი 1000 ერთხელ ვიკომენტარებთ ხოლმე და მახარებს ხოლმე ის ფაქტი, რომ მიწერთ, რომ აი მოყვები მაგალითად 1000 არ ყავდა ჯერ და იქედან მოყვები, მაგრამ პირველად ვაკომენტარებ. ესეთი ხალხი ძალიან ბევრი ხართ. ხალხ, ეხლა მე მაგალითად YouTube-ზე რომ რაღაცას უყურებდი ხოლმე ადრე, არასოდეს არ ვაკომენტარებდი, არასოდეს და ესეთი ჩემნაირი ხალხიც ვიცი რომ ხართ. არიან კიდე იმდენი ისეთი მაყურებლები, რომლებსაც არხი არ აქვთ, უფრო ასაკში შესული მაყურებელიც მყავს, რომელმაც არ იცის ფიზიკურად როგორ უნდა გამოგიწევს და როგორ გააკეთოს არხი. არიან ესეთებიც, სამათთან მე პირადი მიმოწერა მაქვს ამ ქალბატონებთან და მადლობა მაინც რომ მადლობა იმისთვის რომ მიყურებთ. ეგ ჩემთვის სრულიად საკმარისია თქვენი მხრიდან და მიხარია რომ თქვენც არსებობთ ასე ჩემს არხზე. არავის არ ვავალდებულებ ხოლმე არასოდეს გამოწერას, არასოდეს ყურებას, იმიტომ რომ ელემენტარულია მე რომ ვიღაცა მირჩიოს არა აი ნუ ხო რა მითხრას რომ აი ამას უყურე და გამოიწერე რა მაგარია ანუ რომ შევიდე ვნახო ვიღაცის არხი რა კონკრეტულად თუ არ მომეწონა და არ მივიღე ის ჩემად როგორც ამ ახლობელმა მირჩიეს ეს გამოიწერე გეხოწები არ გამოვიწერე ხო არ მოვკვდები ერთი ღილაკის დაჭერით, მაგრამ არ გამოვიწერ, იმიტომ რომ არ მიყვარს ის სიტუაცია, რომ ყავდეს ბევრი გამომწერი, ვიცი ერთ-ერთი ბლოგერი 30000 აღნიშნა თუ 35,000, მაგრამ მისი ნახვა არ აღემატება 800 და 700. ხო, ესეთი გამოწერა ვფიქრობ, რომ არ არის. ეხლა რაც შეეხება 1000 გამოწერას, მე 1000 გამოწერიდან მაქსიმუმ აქ ხოლმე 3000 ნახვა. და ვფიქრობ ერთ რაღაცას. მიუხედავად იმისა, რომ მრგვალი ციფრია და ძალიან გამიხარდა, რომ აქამდე ავიდა არხი და რაღაცა, მაინც მგონია, რომ მირჩევნია მყავდეს ის 3000 გამოწერი, რომელი მაყურებელიც მყავს მე. მუდმივი. მაგრამ ალბათ იცი როგორი სიტუაცია რაღაცა 3000 კაც არ ეცადა გიყურე და 3000 გასულია კიდე და ხო რა ვიცი აი თუ რაღაცა ისეთი ვიდეო არ არის ხო იცი ეს ჩვენ ხო გვიყავს სხვისი რაღაცა სხვისაკბეში სხვის ჩაყოფა და რაღაცა მსგავსი ვიდეო არ არის რაღაცან სათაურმა არ მოატყუ ადამიანი რაღაცა არიან კიდე ინტრიგანი მაყურებლები რომლებიც მასში შეყოლენ და ნუ მოკლედ რაც არ უნდა იყოს ამ წლების მანძილზე ამ ვიდეოს კიდე განვავრცობ მოკლედ რა და რაც არ უნდა იყოს ამ წლების მანძილზე ძალიან ბევრი კატეგორია მაყურებლები გავმიჯნე როგორ ამ ეს დახარისხებას რო გააკეთებ რა ყველა ძვირფასია არხისთვის ყველა მაყურებელი არის ძვირფასი იმიტომ რომ მე ეს სიტყვები არ მიყვარს რომ ამბობ არხი ჩემია და რასაც მინდა იმას ვიზავ ანუ არხი ჩემია ხო მე გავაკეთე ფიზიკურად ჩემია მაგრამ არხი რას იზავდა თქვენს გარეშე ხო ანუ არხი ისევ არხი უბრალოდ იქნებოდა არ იქნებოდა წინსვლა არ იქნებოდა არ მექნებოდა იმისი სტიმული რომ რა ვიცი ვიდეო ჩამეწერა ეხლა მაგალითად ვფიქრობდი დრო გამოვთავისუფლდეს ჩავწერო მეთქი ვიდეო თუნდაც პატარა ვიდეო 10-15 წუთიანი რომ მინდა რომ ეს განვიხილო ეს გამიხარდეს თქვენთან ერთად თუმცა ამ ვიდეოს სხვანაირად დავდებ მე კიდე არ ვიცი რას ვილაპარაკებ ზოგადად მარტო გამარჯვების ვიცი რომ გამარჯვება უნდა ვთქვა ხოლმე და მე თავისი მიდის ვლოგის ჩაწერა ძალიან ბევრი რაღაცა დავგეგმე, ძალიან ბევრი რაღაცა არ გამოვიდა, ძალიან ბევრი რაღაცა დავიწყე და ვერ ანუ ხო ხდება ძალიან ბევრი რაღაცა გამოიერა არხმა და მინდა რომ ეს თქვენთან ერთად განვიხილო, იმიტომ რომ კი ჩემი არხია. კი მე გავაკეთე წლების წინ, ნინო პაწაწინა მყავდა რომ უბრალოდ ვაძინებდი და მაშინ გავაკეთე არხი,
სანამ მეთქი დაეძინება, მეთქი როგორ შეიძლება. მაშინ იყო პირველი ნაბიჯები ჩემი YouTube-ზე. ოღონ არა ვიდეოს დაგებისთვის, ეს იყო რომ ან კომენტარი და ან ხო, ვუყურებდი ხოლმე ესე ხელნაკეთი ნივთების და რაღაცების დამზადების უცხოურ არხებს და მე ვეძებდი ხოლმე მოკლედ ამ არხებს რა, აი ძალიან ვეძებდი ხოლმე რომ ამას რო ნეტასა და და მე გავიაზრო რომ ამ ეს რო გამოვიწერო, მე უკვე ძალიან ადვილად ვიპოვე და ამისთვის გავაკეთე არხი თლიანობაში, სუსუ პირველი. რომ მე ეს აღარ უნდა ბავშვებს რო აძინებდი ხოლმე რაღაც ეს მომენტში ხო ეს ბატივით არიჯდებოდი და თან ვუყურებდი ხოლმე ხმა ჩაწეულზებდი რომ მაინც არაფერი მესმოდა და ვიზუალურობა მაინტერესებდა მე ზოგი ინდური იყო ზოგი რაღაცა უცხო არხები იყო ძალიან და მაგისთვის გავაკეთე რა ერთ სიტყვით და მე რაღაცა სპონტანურად მოხდა კიდე რაღაცე ასე რომ მიხარია რომ დღეს თქვენ და მე ერთად მივედით 10,000 გამომწერამდე. ძალიან სიმბოლური თანხა. ძალიან სიმბოლური თანხა 10,000 ლარი. ანუ მართლა სიმბოლურია რა თქმა უნდა და არ არის ცოტა ძალიან მიხარია მართლა. ხო, ფიქრობდი რა გამიკეთებინა თქვენ ბევრჯერ შემოგთავაზეთ რომ ანუ მითხარით რა გავაკეთო 10,000 რომ მივაღწევ თუმცა ვერაფერი ვერ მოვიფიქრეთ ხო არა ბევრი ის იყო ესაო მუკბანგი გადაიღეო ეს მუკბანგის თემა ვერ მოვაშორე ჩემი არხიდან ხახნო რა ის მუკბანგი ერთი მითხარით ელემენტარული თუ მაქვს ხოლმე იმის შესაძლებლობა რომ არავის გვერდზე არ ვჭამო არ ვჭამ ნუ ახლა სუფრაგს და დაბადების ფორწილებს რაღაცებს მაგას აი სახშიც ხო ბავშვები რო შეჭამენ ხოლმე და რაღაცა რო ჭამენ ხოლმე მithumet ძალიან არეული გრაფიკი გვაქვს ჩვენ ახლა რა ვიცი ნინოს რო საშივდება შეიძლება ბარბარეს არ მოშივდეს როგორ დავსვა რომ ძალიან ცუდია ანუ ქართველებს არ გვაქვს კულტურა ჭამის და ეგ ძალიან ცუდია და არ მომწონს რა და ანუ ჩვენი ცხოვრებიდან გამომდინარე ეგ ხდება თუნდაც სკოლიდან რომ მოდიან ჯერ ნინო მოდიოდა და შიოდა და 2 საათი კიდე ვერ დაემედებოდა იმიტომ რომ ნინოს შიმში იმდენად უტყავდა რომ შეიძლება გონება დაეკარგა შიმშიც ვერ იტანს ნინო ხო მე ბარბარე მოვიდო და მე და ძირთად მეც მივეჩვი ბავშვები რო ჭამდნენ ხოლმე და რაღაცა ეს ჭამდა მივალაგებდი გავრეცხავდი ჭუჭეს მანამდე მეორე ჭამდა რაღაც და აი ვცდილობდი ხოლმე აი ყველანი დაკურებულები იყვნენ მაშინ მეჭამა და კიდე რატო იმიტომ რომ ესა ან ვერ რო დაჯდები და იმ წუთას რო შეჭამა ბავშვმა და აუ დედა კიდე მშიო და კიდე ერთხელ ეგ იცოდე ხოლმე ჩემები აი არც ახლა არ არიან უჭმელები და არც მაშინ არ იყვნენ უჭმელები და რა სულ შიოდა და სულ ჭამდნენ ხო და სულ ცდილობდი ხოლმე რაღაცას რო ჭამდი ჩემთვის სადმე დამალული ყავი რომ მეჭამა როდესაც იყვნენ ხოლმე პატარები ხო და მე რაღაც ეს იმაში ჩაჯდა რა და ელემენტარული კიდე არ მიყვარს აი ეს აი მე შემიძლია ვიღაცა მუხლზე გადავემტვიო და წარმოიდგინე ეხლა მე რომ უკბანკს ვაკეთებ ამ ხმებით ხალხო ძალიან მაინტერესებს შენი მუკბანგი ისე ჯერ დაგეწო შეერა რომ საერთოდ არ გაინტერესებს ერთი სული გაქვს ერთი ამასაც ჩავაწერი ნუ მუკბანგი ერთი შევაგდო აიქო რა არხზე შემოაგდოს ეგ ვიდეო რომ ერთიო რომ აბა იქ წავალ ანძმაგინე ხახნო მე თუ მუკბანგი ჩავწერე ოდესმე თუ მუკბანგი ჩავწერე მომაშორეთ მომაწყვეტეთ და რა ვიცი გაუქმეთ გამოწერა ბევრჯერ მითქია ხოლმე რა და მაგას იმ ვიდეოშიც ვიტყვი რომ როდესაც დავიწყე ვიდეოების გადაღება და ეხლა მეც ბევრჯერ შემოხვედრია ჩემი ვიდეო ან სპეციალურად მომიძებნია ძველი ვიდეო როგორ ვიყავი კამერასთან ეხლა ძალიან თავისუფლად თუ არა თქმა უნდა სად ის და სად ეხლანდელი ჩემი მიდგომა კამერასთან ელემენტარული არ ვიყურებდით ესე ვიყურებოდი ესე და ძალიან შეიძლება ადამიანი ვიყურებ და შენ მამაჩემთან იყურები ხო დავამუღამე რომ მივეჩვიე და ვისწავლე რომ დაუყურო ვიდეო თვალს, როდესაც ვიღებ ვიდეოს. იმიტომ რომ ეს არის თვალებში ყურება შენი მაყურებლისთვის, ხო?
ხო და მომემატა მეტი გამბედაობა არა, ну თავისუფლება. ვისწავლე. მაშინ ძალიან დაიცა როგორ ვიდა გოგო მიწერში. მაშინ როგორ კლდება მოსილი იყავი. არა, კლდება მოსილი არ ყოფილა, მაგრამ შიშები მქონდა მაშინ. მე მეშინოდა ბევრი რაღაცის. მეშინოდა კომენტარების, აგრესიის ძალიან მეშინოდა ხოლმე და იმ პერიოდში თუ ვიღაცა შემოვარდებოდა ვიღაცა გიჟიტინგიცი ძალიან ტკივილად გადამქონდა ხოლმე და ანუ ვცდილობდი რომ წამეშალა ხოლმე არც თუ პასუხი გამეცა მეგონა რომ ამით ჩემი რავი იდენტობა და ადამიანობა ილახებოდა ძალიან დიდი ბრძოლა გამოვიარე ჩემს თავთან იმით რომ როგორ ან უნდა არხი ან უნდა ბლოგები გამეჩერებინა ან უნდა არხი წამეშალა ან უნდა მე სწავლა რომ ესეთი აგრესიისთვის მეპასუხა. აგრესიას ახლა უბრალოდ სიტყვათ ვიყენებ და ჰეითს, თორე იქ იყვნენ ხოლმე მაგალითად რომლებიც და ეხაც არიან რომლებიც რაღაცას ძალიან ადამიანურად მიგითითებენ და შეიძლება შენ უწუთას არ მოგეწონოს რომ აი ხა რატომ ითითებს ამას მაგრამ სინამდვილეში დაფიქრები ანუ ჩემს შემთხვევაში ყოფილა მართალია იმიტომ კი არ გეუბნება ეს ადამიანი გეწყინოს ანუ მეც ეგეთი დამოკიდებულება მაქვს ვიღაცა ჩემთვის ძვირფასი არ მირჩევნია მე ვუთხრა ის რაღაცა პატარა კრიტიკა მე აღმოაჩინე რომ ანუ თუ ესეთი კომენტარები ეს არ არის ჰეითი ეს არის რჩევა მე გამიმიჯდე ჰეითი კარგი ჰეითი კრიტიკა გამიმიჯდე რამდენიმე ნაწილად გავაკეთე კიდე რომ რამდენი უბრალოდ შენი ცუდი უნდა უბრალოდ შენი წინსვლა უნდა და აი ამას რომ შეცდომებით სწავლე. ხო და ესენელა გადავწყვიტე მოკლედ მე რომ ანუ მე რომ YouTube-ი წამეშალა არ მინდოდა. იმიტომ რომ რატომღაც კარგად წავიდა მაშინ თავიდან რომ დავიწყე აი ხიჭუნა. თავიდან რომ დავიწყე ბლოგებიც რომ გადავიღე და რაღაცა საერთოდ არ მქონდა ნახსენები ჩემს პროფესიასთან დაკავშირებით, ჩემს ხელნაკეთ ნივთებთან დაკავშირებით ერთი არაფერი არ მქონდა ნათქვამი საერთოდ და კაი ხანი გადიოდა რა და სხვა შორის მე დედამ მითხრა რომ ისა შენი რაღაცა ნაკეთობებიც ხო გაქვსო და ისაქენო ვიდეოში გამოვაჩინო და აი იქიდან დაიწყო ჯერ კარგად მართლა შიშით გამოვაჩინე რომ მეგონა რომ რაღაცა ხლა გააკეთე რა საჩვენებ ქარო რაღაცა ეგეთი არ იყოს თქო და წამოვიდა ძალიან დიდი სიყვარული ესეთი რაღაცების მიმართ ძალიან ბევრი რაღაც და მე ნელა YouTube-ის დახმარებით დავიწყე შეკვეთების აღებაც, გაყიდვებით და ჩემი პროფესიის მეტად გატანა სოფლის გარეთ, ჩემი ნაკეთობების, იმიტომ რომ ძირითადად რაღაცას რო ვაკეთებდი ხოლმე იმ პერიოდში არც ვაკეთებდი სინამდვილე რო გითხრა ძალიან მინიმალური მას, იმიტომ რომ პატარები იყვნენ, დროს ვერ გამონა რაღაცებს ვაკეთებდი, იმიტომ რომ იმდენად ჩემშია ეს ხელნაკეთი ნივთების რაღაცებს უბრალოდ მოთხოვნილება მქონდა ეს, რომ მინდოდა რომ რამე მქონოდა. ვაკეთებდი და გავაჩუქებდი ხოლმე. მე პლუს ის რომ მქონდა ბევრი საქმე, იმიტომ რომ ერთმანეთზე ყოლებულები იყვნენ თითქმის ბარბარესა და ივანის შორის არის 1 წელი და 7 თვე და 4 წლის მერე ნინიკო დაიბადა და მაინც პატარები იყვნენ ხოლმე რაღაცა და თან პლუს ბევრი ცხოვრობდით ამ სახლში და ელემენტარული რაღაცა რომ მინდოდა ვერ ვაკეთებდი ხოლმე რა ესე იმიტომ რომ აი ამ ეხა 4 ოთახში ვარ და ანუ არ ვიცი სადღაც წავენი ამ ოთახში ვიყავით 5 და ყველანივთი ჩემი მქონდა ხო და ისა ანუ რაღაცა ხალისი და ისიც არ მქონდა ხოლმე რომ ეს გაკეთე დრო ამაში დამეხარჯა რა ხო და ეს იყო ესე ნელა დაიწყო ჩემი ამბები თქვენთან ერთად რა თქმა უნდა იმიტომ რომ წეღანაც თქვი ჩემი არხია ვილაპარაკო რა ჩემი არხია და რასაც არ არის ეგრე ხალხო ჩემი არხია მაგრამ ჩემი არხი ვიძახო რომ ჩემია ნულ გამომწერზე რომ ვიქნები ხო ჩემი არხი არის მაგრამ ეს ჩემი არხი თქვენით მუშაობს თქვენით წამოვიდა აქამდე და თქვენი დამსახურება რომ მე ახლა 10,000 კაცი მყავს YouTube-ზე
მივედით ამ იმამდე გამოწერამდე და ეს თქვა სადღაც 5 წელი YouTube-ის არხი უფრო ადრინდელი გაკეთებული მაქვს. მაგრამ აი 5 წელია მე მგონი. ვლოგი თუ 3 ზუსტად არ მახსოვს. სადღაც 4 წელი ყველა ვარიანტში, მე 5 წელი ყველა ვარიანტში უნდა იყოს. ყველაზე ძველი ვიდეო მე მგონი 4 წელი აწერია ყველაზე ძველი ვიდეოს. ანუ 4 წლის წინადელი. ნუ 4 წელი სრულდება რა მე მგონი ესე გამოდის ზუსტად არც მახსოვს და ანუ ამდენ იმას მივახციეთ 4 წელიწადში. არ ვიცი კიდე ხა ჩემი არხი რამდენი ხანი იარსებებს, რამდენი ხანი, იმიტომ რომ ყოველთვის რაღაცა იწყება, რაღაცას აქვს დასასრული, ხო? ჯერჯერობით არ ვაპირებ არხის ან გაუქმებას ან რაღაცას. მაგრამ არავინ არ იცის რა ხდება და როგორ ხდება, რა ვიცი, ხა წინასწარ არავინ არაფერი არ იცის. ჯერჯერობით შეცვლას და არაფერს არ ვაპირებ. ასე თქვენთან ერთად რაც წინსვლა არის და რაღაცას ვაკეთებთ, თქვენთან ერთად კეთდება. შაშან ერთი ოთახი, ეხა მეორე, სავარაუდოდ მეორე წელს მესამე ოთახი და მაგით დავამთავრებთ რემონტობას მაღლა. და ადრე ძალიან ბევრი მიწედა ხოლმე, რომ ზემოთქვებოდ სირბილზე და კუხნაზე და რაღაცაზე და აი მეოთხე ოთახსაც რო გავაკეთებთ, იმიტომ რომ ელემენტარული არავის არ გაუკვირდება, რომ რემონტი როგორი ფასი ჯდება და პლუს მუშა. ჩვენ მუშის შემთხვევაში ფულს არ ვხარჯავთ, იმიტომ რომ ყველაფერს ჩვენი ვაკეთებთ და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ის ნაგროვები რაც გვაქვს და რაც რაღაცა არის, ერთიანად თუ არა ცოტა ისქნათ რა და მივხედოთ, გავასუფთავოთ, რომ დალაგება ეტყობოდეს, ლაზათი ეტყობოდეს და შენც ქსიამოვნებდეს ელემენტარული ამ ოთახს დავალაგები ხოლმე გადავხედავდი, საერთოდ ვერ ვატყობდი, აი იმას რა უნდა დავატყო დალაგების. იმიტომ რომ რა საშინელება იყო. ელემენტარული, აი ეს შუა ოთახში რო კუბოვედგა მოვაცილე, მეგონა რომ ყუტარი მეწვა 19 წელი. ანუ მე მეგონა რომ არ მაგადავეყარა ის როგორ შეიძლება რომ არ გჭირდება აი ნიველი ან წელევანდელ წელს დასკვნამდე რომ ზუსტად ის ყველაფერი რაც არ გჭირდება და რაც შეიძლება ოდესმე დაგჭირდეს უნდა გადააგდო. რომ ოდესმე როცა დაგჭირდება მეც იშოვე იმას რა. და ის პატარა სახლი მაქსიმალურად გამოვათავისუფლო, იმიტომ რომ ისუნთქო და გიხაროდეს. ნუ ხა სხვა თემაზე გადავდივართ კიდე და ერთ წუთით აღარ მინდა გავაგრძელო მეტი და თქვენც თავი მოგაბეზროთ. ამ ვიდეოთი უბრალოდ მინდოდა რომ შემოქროლო გამეკეთებინა და მადლობა მომეხადა ყველაფრისთვის, თუმცა იმ 10,000 კაცის როგორ დაგროვდა, როგორ გამოიარა ეს ამ ყველაფერს ჩვენი ჩავარდნა წინსვლიან, ფეხის წამოკვრიანად, სულ ყველაფერი მოვყვეთ ერთად, რა თქმა უნდა. გავიხსენოთ, საიდან მომდევთ და რა ვიცი, თუ დღეს მამიდასთან მინდა წასვლა საღამოთი და ვფიქრობდი, ერთი ლაივიც ამ თემაზე ძალიან კარგი იქნებოდა, ხათუნა შემოთავაზა სხვათა შორის სალამი ხათო. და უცლებად გავაკეთებ ლაივსაც კი. ოღონდ და არა TikTok-ზე. ასე რომ დაგებიშდობთ ახლა მადლობა ყველაფრისთვის გუშინ მოგიხადეთ მადლობა რომ გუშინ ბოლო ვიდეო დავდე. არ ვიყავით ორი კაცი გვეკეთდა და მე ველოდებოდი კიდე ერთს, რომ ცხრიანი გადამეღო. ხო და შემოგიქროლეთ რადგან მომეხადეთ თქვენთვის მადლობა და მადლობა. დღეს რომ მე მაქვს იმის სურვილი რომ მოვიდე და თქვენთან ერთად დავждე ვიდეო გადავიღო. ეს ჩემი არხის და ჩემი არხის დამსახურება არ არის თქვენი დამსახურება და ეს თქვენგან მოდის ეს სტიმული თორე. რაც შეეხება ჰეიტს, კიდე მიგრძელდება ამასაც ვიწვევ და რაც შეეხება ჰეიტს და რაღაცა იმდენად ადვილად გადავლახეს ყველაფერი და იმდენად ადვილად ფსიქოლოგიურად უნდა იყო მზად და რაც აღმოჩნდი რომ ფსიქოლოგიურად საკმაოდ მყარად მაქვს ჩემი ფსიქოლოგია თუ ფსიქიკა თუ რაც აქვია და საკუთარ თავთან ალაპარაკი ვისწავლე.
მე თვითონ ვამხნევებდი ხოლმე, ანუ აი ეს უნდა გადაიტანო, ან უნდა გაჩერდე, წაიშალო, რაც გინდა ის არ მააკეთო, უნდა ჩაქრე. ამას რო ვეუბნეოდი, არ მინდოდა, ამიტომ გადავლახე ყველაფერი და ვისწავლე ჰეიტთან გამკლავება და ძალიან მიხარია, რომ ეს იყო დასაწყისში, ოღონდ ძალიან ლაითი. ეხლა ანუ არის ხოლმე რაღაც ესე ტომი ჯერის სიტუაცია კომენტარებში ხოლმე რაღაცა, მაგრამ იქ სიბოროტე არავის დაუწერია, იქ რავი, ცუდი არავისთვის არავის უგინებია, ხდებოდა დაბლოკები და ალბათ მოხდება კიდეც შემდგომში, არიან ხოლმე, აი როგორც რა ვიცი, აი საყელო მოხსნა ძაღლს და გაუშვა, ესეთი ხალხიც არიან ხოლმე და უბრალოდ ერთხელ ორჯერ 100 ჯერ ერთი და იგივეზე გიწევს ლაპარაკი, დგები და ბლოკავ, იმიტომ რომ აი აქ კი იყენებ იმ უფლებას, რომ ჩემი არხია და არ მინდა რომ აქ იყო. ასე რომ განვიხილოთ მე 10,000 კაცამდე როგორ მივედით, 10,000 გამომწერამდე როგორ მივედით. დროებით ეხლა და მადლობა კიდევ ყველაფრისთვის. ძალიან ბევრნი ხართ ჩემს გარშემო, რომლებთანაც ურთიერთობა ძალიან სიამოვნებელია. ძალიან ბევრი ხარ და გამრავლოთ ღმერთმა ასმაგ.